არანაირი შეხება მე მაგიარაღთან არ მაქვს. და ეგ არის სული სიცრუე. სხვა არაფერი, აი სხვა რა უნდა გითხრა. გვებრძვიან იმ ადამიანებს, რომელიც გვებრძვით რუსეთს, საქართველოს მტერს. აი მაგას ვიტყვი. ეს არის პირველი ინტერვიუ უკრაინაში მებრძოლ ბექა ჭულუხაძესთან, რომელსაც სუსი ყველგან ეძებს, მაგრამ ვერ პოულობს. 41 წლის ყოფილ ძალოვანზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ძებნა იარაღის სამალავების საქმეზე გამოაცხადა. 4 ოქტომბრის დივერსიული აქტები უნდა განხორციელებულიყო. ბრალდებული სახით პასუხისგებაში მიცემულია ბჭ და მის მიმართ გამოცხადდება ძებნა. 5 ოქტომბერს საგანგებო ბრიფინგზე სუსმა გვითხრა, რომ მოქალაქე ბექა ჭულუხაძემ დიდი ოდენობით ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა და ასაფეთქებელი მოწყობილობები შეიძინა. შემდეგ ცხეთაში მიიტანა, ტყეში ორმო ამოთხარა, არსენალი მიწაში ჩამარხა და ელოდებოდა 4 ოქტომბერს, რომ აქციის პარალელურად მიწიდან თანამზრახველებთან ერთად იარაღი ამოეღო, ცხეთიდან თბილისში ჩამოეტანა და დივერსიული აქტები მოაწყო. ეს სუსის ვერსიაა. საქართველოს ამოდი პირველ რიცხვში. ამის შემდეგ იგებთ, რომ ჩხრეკა ტარდება თქვენ სახლში 4-ში. კი ბატონო. ბექა ჭულუხაძე კი ამბობს, რომ თბილისიდან უკრაინაში 1 ოქტომბერს თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გავლით გაფრინდა. არადა სუსი გვარწმუნებს, რომ მას ორმოში ჩამარხული იარაღით დივერსია თბილისში 4 ოქტომბერს უნდა მოეწყო. ყველაფერში აბსურდს ვხედავ, ეხლა რანაირად შეძლებს ადამიანი, როდესაც იმყოფება სხვა ქვეყანაში, რამოდენიმე 1000 კილომეტრით იქით, ხო? რანაირად შეძლებს საქართველოს ტერაქტის მოწყობას. არ არსებობს. ორმოში ჩამარხული იარაღის საქმეზე სუსმა არაერთი განცხადება გააკეთა და არაერთი პირი გამოკითხა, მაგრამ ამ დრომდე ერთადერთ ბრალდებულად ბექა ჭულუხაძე ყავთ დასახელებული. პროპაგანდის ნაწილია, რა თქმა უნდა. მისი ბრალდების გამყარებას კი კადრებით ცდილობენ. ეს ვიდეო მასალა სუსის გამომძიებლებმა უწყების მტკიცებით აქ ცხეთა შიომღვიმის მონასტრის მიმდებარედ ტყეში 4 ოქტომბერს გადაიღეს, სადაც გამოძიების ვერსიით ეგრეთ წოდებული კონფიდენტის მიერ მიწოდებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩავიდნენ და შემთხვევით მიწაში ჩაფლული უპრეცედენტო რაოდენობის და დასახელების შეიარაღება იპოვეს. შაბათის ეთერის მიერ მოპოვებულ საქმის მასალებში დევს დოკუმენტი, სადაც ის არსენალია ჩამოთვლილი, რომელიც სუსის მტკიცებით ბექა ჭულუხაძემ იყიდა და დაგეგმილი დივერსიებისთვის ტყეში დამალა. აღმოჩენილია კალაშნიკოვის კონსტრუქციის აკაესი, აკაემი, ტყვიამფრქვევები, ტანკსაწინააღმდეგო ხუმბარ-მტყორცნები, ჭურვები, ავტომატები, დეტონატორები, ტროტილის 400 გრამიანი კოჭა. ქარხნული წესით დამზადებული ტროტილის კიდევ 1 200 გრამიანი კოჭა. 575, 180 და 360 წლის სამხედრო, არასპეციალური ვაზნა. კავშირს ტყიდან ამოღებულ შეიარაღებასთან ძებნილი ბექა ჭულუხაძე კატეგორიულად გამორიცხავს. ყოფილი ძალოვანი დარწმუნებულია, რომ სუსის ეგრეთ წოდებული სპეცოპერაციის მიზანი აქციის დისკრედიტაცია და ხალხის დაშინება იყო. რეალურად კი მიწიდან ამოღებული იარაღი ბრალდებულის მტკიცებით იქ თავად სუსმა მიიტანა. რაც სუსმა წარმოადგინა, ამოიღეს, არანაირი შეხება მე მაგიარაღთან არ გამაჩნია. ექსპერტიზა მოვითხოვე, აგერ ექსპერტიზის პასუხიც იქნება, ან ჩემი ანაბეჭდი უნდა იყოს მან, ან ჩემი რაღაც ხო უნდა იყოს ისეთი, რაც დადებს იმ მტკიცებულებას, რომ მე შეხება მქონია იმ იარაღთან. მე არანაირი შეხება მაგიარაღთან არ მაქვს. იმიტომ ეგ არის სრული სპექტაკლი. აიღეს და დაალაგეს ჩემ ვიდეოში, რაც ნახეს ჩემ ვიდეოში იარაღები, ანალოგიური იარაღები დაალაგეს. ექსპერტიზა ხო დადებს დასკვნას. ორმოში ჩამარხული შეიარაღების საქმეზე არაერთი კითხვა ჩნდება. სუსი ამტკიცებს, რომ ბექა ჭულუხაძემ მთელი არსენალი ტანკსაწინააღმდეგო ჭურვების ჩათვლით იყიდა, დამარხა და ამზადებდა დივერსიებს, მაგრამ ჩნდება კითხვა სად შეიძლება ეყიდა მაგალითად ტანკსაწინააღმდეგო ჭურვები, რომელიც მხოლოდ თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებაშია. ამიტომ ახლა პროკურორთან ვცდილობ დადგენას, რა გაარკვია გამოძიებამ.
მთელი არსენალი იპოვეთ ბატონობა. შესაძლოა დავარქვათ არსენალიც. ჭურვები, მტყვია მფრქვევები და ასე შემდეგ. ტანკსაწინააღმდეგო ჭურვები. კი ბატონო, ეგენიც ამაღები. ანუ დაადგინეთ, სად შეიძინა ბექა ჭულუხაძემ აი ეს ასეთი არსენალი ჩვენს ქვეყანაში? გეუბნებით, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე არ შემიძლია. კი, მაგრამ აქ წერთ, რომ დაუდგენელ დროს და დაუდგენელ ვითარებაში. ვერც კიდასტურებთ, არც უარყოფთ. რას არ კიდასტურებთ? რომ დადგენილი არის თუ არა წყარო. რა გამოდის ბატონო ბექა, რომ საქართველოში იარაღის მარკეტი? ვау, შეიძლება. ხო და ეს გამოძიებაც იმიტომაა დაწყებული და შემაჯამებელ გადაწყვეტილებაზე, იმიტომ მივედით, რომ იარაღის მარკეტი არ იყოს საქართველოში. ვინ არის ბექა ჭულუხაძე? პირველად საჯაროდ მისი სახელი 1 წლის წინ გაჟღერდა. 2024 წლის გადამწყვეტი საპარლამენტო არჩევნების წინ სამთავრობო არხებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ იგეგმებოდა ბიძინა ივანიშვილის მკვლელობა, ანუ ტერაქტი ქართული ოცნების ლიდერის წინააღმდეგ. სუსმა გამოძიებაც დაიწყო და საჯარო სივრცეში კი ბიძინა ივანიშვილი ტყვია გაუმტარი შუშებით გამოჩნდა და სცენა, საიდანაც ის განცხადებებს აკეთებდა, თავზე მეტალის ბადით იყო დაფარული. პარალელურად სასამართლოში ივანიშვილის სავარაუდო ლიკვიდაციის საქმეზე გამოკითხვების სერია დაიწყო. დაიბარეს უკრაინაში მებრძოლი ქართველები, მათ შორის ბექა ჭულუხაძე კითხვით, რა იცოდა და ვინ კლავდა ბიძინა ივანიშვილს. ვისთან აცნობობას იკვლევენ? ლორდ კიბაიძესთან. მამულაშვილთან და ასე შემდეგ. ბატონ თქვენ ამ ადამიანად? არა. აპირებდით რამე ტერაქტს ან დავალება მოგცესო ივანიშვილთან მიმართებაში, რაც სისულელეა და ეგეთ რამე არ არსებობს. ჭულუხაძე ყვება, რომ ამის შემდეგ მისი საქართველოში ყველა ჩამოსვლა და უკან უკრაინაში დაბრუნება განსაკუთრებული კონტროლის ქვეშ იყო. მე არჩევნები რო იყო, მაგ არჩევნების მერე სახში შემომივარდნენ, მე ჩრეკები ჩაატარეს და სახელმწიფო გადატრიალება დამხობის საქმეზე ვიყავი. გამოკითხული მეორეზე ბიძინა ივანიშვილის ტერაქტის თუ ტერორიზმის მოწყობის საქმეზე ვიყავი, მოწმისახეთ გამოკითხული და თვალთვალის არეში ვიყავი. ბატონო ბექა, სუსის განცხადება იწყება სიტყვებით, რომ გამოძიებისთვის დაუდგენელ დროს და ვითარებაში შეიძინა ეს იარაღებიო და ესე თუ გითვალთვალებდნენ წესით დინარაძის უწყებას უნდა კონდეს მტკიცებულებების. რა თქმა უნდა კონდეს. კიდევ გიმეორებთ, რომ ეგ არ არის, არანაირი შეხება მე მაგ იარაღთან არ მაქვს. და ეგ არის სული სიცრუე. სხვა არაფერი. აეროპორტში გააჩერეს, მობილური შეუმოწმეს და გაუშვეს 1 ოქტომბერსაც, როდესაც ჭულუხაძემ ქვეყანა დატოვა. ტელეფონი შემიმოწმეს, რაღაცას დაილოდნენ და გამიშვეს ჩვეულებრივ. რა საფუძვალი რა გითხრათ, ეხლა ტელეფონს ხო ესე არ ამოწმებენ? მესაზღვრე არ ამოწმებენ, კი, მაგრამ შემიმოწმეს მათ სუსის თანამშრომლებს. მესაზღვრეები არ იყვნენ. ანუ სუსმა გაგაჩერათ თბილისის აეროპორტში. ტელეფონი შემიმოწმეს, კი, და გამიშვეს. ახლა ჩნდება კითხვა. ბექა ჭულუხაძე, რომელსაც 1 წლის წინ ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მომზადების საქმეზე კითხავდნენ და სუსი ყველა მის ნაბიჯს აკონტროლებდა. როგორ და ვისგან იყიდა შეიარაღება, როგორ ჩამარხა საავტომობილო გზასთან ახლოს მცხეთაში და როგორ გაეპარა ეს ყველაფერი სუსს, ან როგორ გაუშვეს ქვეყნიდან 1 ოქტომბერს. სუსი უთვალთვალებდა მას და კონტროლის ქვეშ იყო. როგორ შეძლო ამ ადამიანმა არსენალის ყიდვა, ისე რომ ვერავინ ვერ გაიგო? ისევ და ისევ იგივე მომენტს უბრუნდებით, როდესაც უნდა განგიმარტოთ, რომ ამ მიმართულებით გამოძიება გრძელდება. ის იყო ბიძინა ივანიშვილის შესაძლო ლიკვიდაციის საქმეზე გამოკითხული პირი და მაშინ გია ლორთქიფანიძის ძესთან მისი კავშირების შესახებ ისმებოდა კითხვები. ახლა თუ გაქვთ კითხვები გია ლორთქიფანიძესთან? აი ეგეც გამოძიების საგნად დავტოვოთ ამ შემთხვევაში. საქმის მასალებში, რომლის საფუძველზეც პროკურატურა ჭულუხაძისთვის პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა, ჩვენ ვერ აღმოვაჩინეთ ვერცერთი დოკუმენტი ან ოპერატიული ცნობა, სადაც გამოძიებას ექნებოდა დადგენილი ვისგან, სად და რა ვითარებაში იყიდა მთელი არსენალი ჭულუხაძე, რომელსაც სუსი მინიმუმ ბოლო 1 წელი განსაკუთრებით აკონტროლებდა. უბრალოდ მაინტერესებს ეს იარაღის შავი ბაზარი, ესე იგი ქვეყანაში ნებისმიერ შეუძლია ჭურვები და ავტომატები. კიდევ ერთხელ გეუბნებით, იქიდან გამომდინარე არ არის
რომ ყისიერი რეაგირება მოხდა. ყისიერი როგორ მოხდა? ეს არსენალი ხო ერთ დღეში ვერ მიიტანდნენ და ვერ დაასაწყობებდნენ. ხო, აი ხა ისეთ რაღაცაზე აპელირებთ, როგორ შეიძლება რომ ბაზარი იყოს ეს ქვეყანა თქვენ წარმოგიდგენიათ ასეთ სასწაულს. მე არა, სუსი ამბობს ამას, ბატონო ბექა. თქვენ წარმოგიდგენიათ რომ საზღვარზე შემოიტანეს ეს სამდენი იარაღი? გამორიცხული არც გამორიცხავ არც ვადასტურებ. კი, მაგრამ ერთ დღეში მოხდება. გამოძიების შედეგებს დაველოდოთ. ბოდიში წარმატებებს. საეჭვოა კიდევ ერთი გარემოება. სუსი ამტკიცებს, რომ ბექა ჭულუხაძემ იარაღების არსენალი საავტომობილო გზასთან ახლოს თანამზრახველებთან ერთად მიიტანა, დამარხა და აქციის პარალელურად თბილისში შემოტანა სწორედ ამ ჯგუფთან ერთად აპირებდა. სუსის ვერსიაა, რომ როდესაც აქცია დაიწყებოდა, ამ იარაღს შემოიტანდით თბილისში და სუსი ამბობს, რომ აი ამ მომენტში გაგანეიტრალეს. საიდან შემოვიტანდი ახლა უკრაინიდან მე როგორ შემოვიტანდი მე ვიყოფებოდი უკრაინაში ვიმყოფებოდი მაგ დროს და რანაირად შემოვიტანდი თუ ამბობს რომ აქ მეკავშირეები ყავდათ ხო ჯგუფი თუ მყავდა რამე ჯგუფი ხო უნდა არსებობდეს ხო უნდა იყვნენ რა არ ვიცი ან დაკავებული ხო უნდა ყავდეთ ან რა ვერ ხვდები ვინ არიან ჯგუფის წევრები, რომლებიც ჭულუხაძის თანამზრახველები იყვნენ და სუსმა გაანეიტრალა, როგორც ეს ბრიფინგზე გვითხრეს. ფაქტია, რომ ასეთი ჯგუფი ან პირთაწრე მდინარაძის უწყებას არ ჰყავს. ფაქტს პროკურორიც გვიდასტურებს. ბატონო ბექა, ჯგუფი და პირთაწრე გავანეიტრალეთო სუსის უფროსის მოადგილე ამბობდა. სად არის ჯგუფი და პირთაწრე, ვინც გეგმავდა ამ ქვეყანაში ტერაქტს? ხო, კი ბატონო, კიდევ ერთხელ განგიმარტავთ. ამ შემთხვევაში სისხლისამართლებრივი დევნა წარმოებს ერთი პირის მიმართ. დადგენილი ყავთ ჯგუფის წევრები? რაც შეეხება ჯგუფს, აი ვერ გაგცემთ ამაზე კონკრეტულ პასუხს. კიდევ ერთხელ გთხოვთ წინასასამართლოს ხდომას გამოძიების ამოწურვის დროს და მომენტს დაველოდოთ. ამ საქმეში სუსი წეროვანში ყოფილი ძალოვანის სახლის ჩხრეკის დროს მისი მობილურიდან ამოღებულ კადრებსაც ეყრდნობა. გამოძიების ვერსიით, მცხეთაში დამარხულ იარაღებს ბრალდებულმა ვიდეო გადაუღო და სავარაუდოდ უკრაინაში იმ პირს გადაუგზავნა, ვისგანაც დივერსიის მოწყობის დავალება მიიღო. ახლა პროკურორს ვეკითხებით, დაადგინა თუ არა ამ პირის ვინაობა. ბატონო ბექა, თუ დაადგინეთ კადრები ვის გადაუგზავნა? მისი მობილურიდან ამოღებული კადრები დადგენილი. ანუ მარიამ კიდევ ერთხელ გეუბნებით. ეხლა ჩემგან ამ კომენტარის გაკეთება და კონკრეტული ადამიანების და პიროვნების თქმა. როგორ წარმოგიდგენიათ მართებულად, როდესაც არა, დაადგინეთ თუ არა, ეს მაინტერესებს უბრალოდ. ან არ მოგაცნით, ვერ მოგაცნით ინფორმაცია, შეზღუდული ვარ უბრალოდ. ბაჩუ ახალაიას მეუღლე რატომ გამოკითხეთ ამ საქმესთან დაკავშირებით ის? რატომ იყო საინტერესო საგამოძიებო უწყებისთვის? როცა გიწერია შუამდგომლობაში, რომ უკრაინაში მოქმედი ერთ-ერთი მეთაურის მითითებით მოქმედებდა. შესაძლოა ეს მითითება მიიღო კონკრეტულმა პიროვნებამ, ვისაც თქვენ გულისხმობთ. ყველა ვერსია უნდა გადამოწდეს გამოძიების მიერ. მათ შორის ნებისმიერი ადამიანი უნდა იქნას დაკითხული. ბრალდებული ბექა ჭულუხაძე კი გვიმტკიცებს, რომ ვიდეო მასალა უკრაინაში არის გადაღებული და მის ხელმძღვანელს გაუგზავნა. მობილური კი, რომელიც სუსმა მისი სახლიდან ამოიღო, მის შვილს აჩუქა. თქვენ ადასტურებთ, რომ ეს ვიდეო თქვენი გადაღებულია და თქვენი ხმა. ვის გაუგზავნეთ? კი. ჩემ ხელმძღვანელობას ვინ წავს უკრაინაში? იმიტომ რომ მე ვიმყოფებოდი სხვა ქალაქში, ვიმყოფებოდი იარაღი ამოვიღეთ, გადავიღე ვიდეო, გაუგზავნე, რომ არაფერი არ დაკარგულიყო. და რაც მე ჩამაბარეს, გაუგზავნე ის. ეს იყო მაგის მტკიცებულება ეგ ვიდეოდან, სხვა არაფერი. საქმეში ბექა ჭულუხაძის წინააღმდეგ დევს ეგრეთ წოდებული დისტანციური პულტიც. გამოძიება ირწმუნება, რომ ამ მოწყობილობის დამზადება ბრალდებულმა სექტემბრის დასაწყისში ინტერნეტში კერძო პირს საბა ჯმუხაძეს დაუკვეთა. სუსის ვერსიით პულტი ტერაქტების საქმის მთავარ ფიგურანტს ეგრეთ წოდებული ამფეთქის მოქმედებაში მოსაყვანად სჭირდებოდა. ადამიანი საბა ჯმუხაძე, რომელიც გამოკითხეთ, ის აცხადებს, რომ შლაგბაუმის ასაწევად გამოიყენება ეს პულტი და თქვენ ამბობთ, რომ ტერაქტის მოწყობა იგეგმებოდა. თუ თქვენს მიერ მითითებული პიროვნება განმარტავს, რომ ეს იყო შლაგბაუმისთვის დამზადებული. ჩვენებაში განგიმარტავთ, მე შემიძლია გაჩვენოთ. ვიცი, რა თქმა უნდა, ახსოვს ეგ ჩვენება, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ აქ პიროვნების მიერ განმარტებული და მოწოდებული ინფორმაცია აპრიორი უნდა იქნას გაზიარებული, ხო? კი, მაგრამ გაზიარებულია ის გარეთ
არის თავისუფლად გადაადგილდება თუ ის თანამონაწილე იყო და დაამზადა ისეთი პულტი რომელსაც ტერაქტის მოწყობა შეეძლო რატომ მიმართულებით აუცილებლად გამოძიების შედეგებს დავალოდოთ გამოძიების შედეგად აუცილებლად დადგინდება ან მონაწილეობა ამ ადამიანის ამ დანაშაულში ან და არ მონაწილეობა პულტის შეკვეთას ჯმუხაძისთვის ბრალდებული ბექა ჭულუხაძე არ უარყოფს, თუმცა გვიმტკიცებს, რომ მოწყობილობა შლაგბაუმისთვის სჭირდებოდა. მე მჭირდებოდა შლაგბაუმის პულტი, მოვძებნე, დაურეკე ადამიანს, დავამზადებინე. სხვა არაფერი. ჩემ მეგობრისთვის უნდა გამეგზავნა, რა მნიშვნელობა აქვს ეს შლაგბაუმი სად იყო, როგორ. სინამდვილეში ხო ეს შლაგბაუმის პულტია და სხვა არაფერი. მაგით ხო სხვა არაფერს გაკეთება არ შეიძლება. ეს პულტი, როდესაც თქვენ აიღეთ, გამოიყენეთ იმ შლაგბაუმისთვის, მიეცით თქვენს მეგობარს და ადასტურებს თქვენი მეგობარი? დაადასტურებს კი. პულტი, რომელიც ტერაქტების საქმეში ერთ-ერთი მთავარი მტკიცებულებაა, რომ შლაგბაუმისთვის იყო განკუთვნილი, ეს საგამოძიებო უწყებას ჩვენებაში საბა ჯმუხაძემ თავადაც დაუდასტურა. იგივეს ამბობს ის შაბათის ეთერთან სატელეფონო ინტერვიუშიც. ბატონ საბა, თქვენ შლაგბაუმის პულტი დაამზადეთ თუ არა არის და შეცდომა აქვს. რა არის შეცდომა? ანუ ბრალდება წარუდგინეს ამ კაცს, რომ თბილისში ტერაქტის მოსაწყობად პულტი შეიძლება რაღაცა გააკეთა მაღაზიები პასუხისმგებელი არ. თქვენ რა გააკეთეთ? მე გავაკეთე შლაგბაუმის პულტი. ანუ ეს იყო შლაგბაუმის პულტი? 100%. ტყეში ჩამარხული იარაღების საქმეს ახლა ერთადერთი ბრალდებული და ისიც ძებნილი ბექა ჭულუხაძე ხავს. სუსიკი საზოგადოების დარწმუნებას ისევ ცდილობს, რომ გაანეიტრალეს დიდი ჯგუფი, რომელიც ქვეყანაში ტერაქტებს გეგმავდა, მაგრამ არც ჯგუფი და არც დაკავებული ამ საქმეზე უბრალოდ არ არსებობს.